ესეთი მომენტი იძახიან, აი, კაი როლებს ვითამაშე, წმინდანების როლებს ვითამაშე. ეს საერთოდ მე თუ ვკითხავ, ეს უარესი მკრახელობაა წმინდანის როლის თამაში. ჯობია ცოდვილი კაცის როლი ითამაშო, ვიდრე წმინდანის როლი ითამაშო. რჯულის კანონში პირდაპირ წერია, ერის კაცმა, რომელმაც მღვდლის სამოსი ჩაიცვას, 15 წელი უზიარებლობით დასაჯა. ანუ ერის კაცი, რომელიც ადგებად ანაფორას ჩაიცვას, წერებს მოუშვება, ვითომ მღვდელია დაიწყებს მღვდლობას, 15 წელი უზიარებლობით ისჭირდება. და კაცი, რომელიც წმინდა მამას მიბაძებს, კაცი, რომელიც მოციქულებს მიბაძებს, იმის სასჯელი რა იქნება? აქ თვიშობას რო ქალი მიბაძებს და მე რაღაც ბინძურ ფილმში ითამაშებს. წარმოიდგინეთ. ამ თქვა ქრისტეს როლს კაცი თამაშობს და უცმად შესვენებზე დაждებს ფეხებზე, გადადებს სიგარეტს მოწევს. იქ რაღაცას გაეხუმრება, გაემასხრება. მე ამ გრიმს მოიბანს, მე მანქანას დაждდება წავა რა არის? ღმერთმა რატომ გადმოაგდო ეშმაკის ზეციდან? იმიტომ რომ ეშმაკმა მოინდომა ღმერთობა და მიბაძა ღმერთს. წარმოიდგინეთ ადამიანს, რომელიც იესო ქრისტეს ბაძებს. კინოში. რა საწოდავია ესეთი ადამიანი, რა დღეშია და რა სიტეხავს თავის თავს. აი ხლა რუსულ გაზეთში ეწერა მითხრეს ქრისტეს მნებანირო ფილმი. ვინც ითამაშა ეს როლი? ჯერ ამოვიდე ხა ნახე. ჯერ თურმე ჯვარი როა, ჯვარი დაეცა თავში 60 კილოიანი. ხარ მოიტეხა თუ რაღაცა. მე ჯვარც მის სცენებს რო იღებდი თურმე მაგრეთში ვედავდა და ამ კაცს დაემართა პლევრიტი. და ნუ ძლივს გადარჩა, რაც სამუდამოდ დასახიშდა მთელი ცხოვრება. ბოლოში მეხი დაეცა კაცს. ეს ეწერა რუსულ გაზეთში რა. არაფრით არ შეიძლება წმინდანების როლის თამაში. ზოგიერთი ადამიანი ესეთ რამეს იძახს, რომ ჩვენ ამითი ქრისტიანობას ვქადაგებთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ მოციქულთა დროს თეატრი ხო იყო? როგორ არის? თეატრები იყო საბერძნეთში. სადმე თუ გაგიგიათ, რომ მოციქულები გავდნენ წარმოადგენენ ჯვარცმისა და აი ჯვარცმის სპექტაკლებით ქადაგებდნენ ქრისტიანობას. გაგიგიათ ესეთი რამისა. გაგიგიათ სადმე რომ წმინდანი რომ შემოვიდა საქართველოში, ქრისტეს ჯვარცმა ეკადაგოს ამ მოციქულებისთვის მიებაძოთ და როგორც მოციქულები ქადაგებდნენ, თუმცა ისე დაეწყოთ ქადაგება. გინახიათ ესეთი რამე სპექტაკლებით სადმე ქრისტიანობა ეკადაგოთ? როგორ ფიქრობთ 2000 საუკუნის განმავლობაში? თუ კი ეს არ შეიძლებოდა. ეხლა რა შეიძლება? ვერც ერთ ადამიანს ვერ მანახებთ, თქვენ, რომელმაც იესო ქრისტეს აი ვნებების შემდეგ რომ ნახა ეს ფილმი, ამის შემდეგ ანახსარება თქვენ მოვიდა. არ არსებობს. იშვიათად რაღაცა თუ მოხდა, ესე მეძაობითაც მოყავს. ღმერთს ეკლესიაში ხალხი მარიამ ეგვიპტელი მეძავი იყო, მაგრამ მოვიდა ეკლესიაში. მაგრამ მიატოვა ეს მეძავი. ანუ რისი თქმა მინდა? მე გიხსნით სახიობობა რატომ არ შეიძლება? ეხლა ერთი მომენტია, ეკლესიაში არის ერთ-ერთი წმინდანი და ვინ იყო ეს კაცი? ეს კაცი იყო ქუჩის ტაკი მასხარა.